ქარელის რაიონში მოკლული დედაშვილის მეზობლები დუმილს არღვევენ და მომხდარი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბოროტმოქმედებს 66 წლის მანანა ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილის გაუპატიურება სურდათ. დედაშვილი კი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ და ძალოვან უწყებებს მომხდარის დროულად გამოძიებას თხოვენ. ნახეთ ზეკო გიორგაშვილის რეპორტაჟი ქარელის რაიონიდან. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით მოკლული დედაშვილის მეზობლები დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ერთადერთი ვერსია, რასაც ამ ეტაპზე 66 წლის მანანა ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილის მკვლელობის მიზეზად მოიაზრებენ გაუპატიურების მცდელობა. ქალი, რომელმაც ცხედრები პირველად ნახა, ამბობს, რომ დედაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. ერთადერთი გაუპატიურებას ვფიქრობთ, იმიტომ რომ შეიძლება საღამოთი შევიდნენ ესენი, არც გახდილი ჰქონდათ, არც საწოლები არ ჰქონდათ გაშლილი და დილით ჩვენ რო შევედით 6 საათი იყო, 7 იყო დაწყებული. არც სროლის ხმა გაგვიგია, არც ძაღლის ყეფის ხმა არ გაგვიგია და რა მოხდა, რანაირად შევიდა, ვიღაცა იყო ესე უჭუმრად, როგორ დახოცა ეს ხალხი არ ვიცით. გაზზე შუშა რო აქვს ზევიდან, დუხოვკის არის ჩატეხილი, ეთყობა თავით იმაზე მიახეთქა. დედაშვილი სოფელ ტახტიძირში მარტო ცხოვრობდნენ. როგორც მეზობლები ყვებიან, ოჯახი თავს დედის მანანა ჯალაბაძის მიერ გამომცხვარი სეფისკვერების ტაძარში ჩაბარებით მიღებული შემოსავლით ირჩენდა. სახლში მხოლოდ 2 ქალი ცხოვრობდა, რადგან მათი თქმით, ოჯახის უფროსი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. არავინ არაფერი იცის, ჯერ ყველაფერი გაუგებარია, არ გამოუძლებიათ არაფერი ჯერ. ეძებენ, დადიან, მიდიან, მოდიან, მაგრამ ვერაფერი ვერ გაუგიათ ჯერ. ოჯახი ძალიან კარგი ტკბილი ოჯახი იყო. ქალები იყვენ, კაცი, მამაკაცი არავინ არ ცხოვრობდა და თავად თუ ცხოვრობდნენ, არავის არაფერს არ უშავებდნენ. ტახტიძირში მცხოვრებლები სამართალდამცველებს ფაქტზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დანაშაული მალე არ იქნება გამოძიებული, მსგავსი საფრთხე სოფელში სხვა მცხოვრებლებსაც დაემუქრებათ. თუ ეს არ გაიგო პოლიციამ, რა თქმა უნდა, დაუჯელი თუ დარჩებიან, ჩვენც გვეშინია მაგისა. ყველა საფრთხეში ვართ. აი ეგეთი მანიაკები არიან ეგენი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უდანაშაულო ხალხის დახოცვა ძალიან ის არის. არ არის სწორი. ასეთი აბა რომ ხდა ჩვენც გვეშინია ხალხს. ჩვენ დაფეთებულები ვართ. რო იყოთ არ შეგეშინდებათ. თავრობამ უნდა გამოიძიოს ეგეთ. დედაშვილი ტახტიძირში სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით 5 დღის წინ მოკლეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისას მე-9 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულ დედაშვილს ტახტიძირში ხვალ დაკრძალავენ.